დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება რესპუბლიკის მოედანზე. მსმენელის წინაშე ანსამბლი 7 კაცად წარსდგა. ღამის 10 საათიდან კი ტრადიციულად ელექტრონული მუსიკის შოუ გაიმართა. დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ საახალწლო სოფელში გასტრონომიული და სამეწარმეო სივრცეებიცაა განთავსებული. საახალწლო სოფელი სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. პირველ რიგში ყველას გილოცავთ ახალ წელს, ძალიან საინტერესო და კარგი გარემოა. 7 კაცის კონცერტი ძალიან კარგი იყო. ძალიან კარგი კონცერტი იყო, ყველა ძალიან კარგი განწყობით დავიმუხტეთ და რავი, ძალიან კარგი იყო, მოკლედ ერთი სიტყვით. წარმოდგენილი გვაქვს ღვინოები, სიდრი და ასევე რაც ღვინოსთან ახლოს არის, გვაქვს თათარა და გლინტვეინი, ცხელი ღვინო. ძალიან კარგი განწყობაა, ბევრი ხალხია, ვზეიმობთ ახალ წელს და 14 იანვრამდე გაგრძელდება ეს მხიარულობა აქ. გელით ყველას. დღევანდელი დღე არ იყო გამონაკლისი და ხალხმრავლობა იყო პირველი რესპუბლიკის მოედანზე. საოცარი გარემო და საოცარი განწყობაა და ყველას, ვინც ჯერ არ ყოფილა ვეპატიჟებით 14 იანვრის ჩათვლით, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ისედაც არაჩვეულებრივი განწყობა ავიმაღლოთ და გავიხანგრძლოთ ეს საზეიმო განწყობა. ველოდებით ყველას, დიდებს, პატარებს, ოჯახებით, რომ მობრძანდნენ და ისიამოვნონ.